დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმარი უკვე შემოგვიერთდა. მოდით თავდაპირველად გავაცნობ ჩვენს ტელემაყურებელს და შემდეგ უკვე რატომ არის ეს ქალბატონი დღეს ჩვენ სტუდიაში ესეც ვუთხრათ. იცოდა გაბიტაშვილი ხალხური რეწვის ოსტატი, მოგესალმებით, დიდი მადლობა სიუჟეტებისთვის. ფოტოშორის რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მითხრა საიდან გავიგე ამბის შესახებ, მას ორი პატარა შვილი ყავს და შაბათ-კვირას, როდესაც პრობლემაა სად გავასეირნო ბავშვი, ასეთ ხერხს მიმართა. ასეირნებს ეთნოგრაფიულში, სადაც ხალხური რეწვის სკოლა მართავს ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას. რა იგულისხმება ამაში? იგულისხმება რომ შეგიძლიათ დაეუფლოს სხვადასხვა ხელობას. ეს იქნება ქსოვა, ქარვა, არ შემეშალოს, რამე თქვენ უნდა დამეხმაროთ. თიხაზე მუშაობა, კიდევ ფარდაგის ქსოვა, ხეზეკვეთა და მჭედლობა. ანუ მინდა ხა უფრო ზუსტად რომ თქვა, ალბათ მშობლებსაც შეუძლიათ მონაწილეობას მიიღება. ეს კიდევ უფრო საინტერესოა მე მგონი. ნუკა შენთვის არის ზედ გამოჩენილი. შეუძლია მოსვლა და სხვათა შორის ყავს ასეთი. სხვათა შორის ჩემი მეგობარი ამბობდა რომ იმდენად აზარტულია ეს, აი ნუკა შენთან ადამიანი ხარ რომელსაც გიყვარს ესეთი რაღაცები. იმდენად აზარტულია რომ ყოველ შაბათ-კვირა ისე არ გადის რომ არავიდეს ეთნოგრაფიულში და რაღაცა არ შექმნას. ასე კი რომ თქვა კიდევ ერთხელ შეუზღუდავია 5 წლიდან 80 წლის ჩათვლით ყოლია მოსწავლეები. ჩვენგან გასხოვებით ჩვენი ჟურნალისტი რუსკა ჭუმბურიძე იმყოფებოდა ეთნოგრაფიულში, მე როგორც ვიცი და სიუჟეტი აქვს მას ჩვენთვის მომზადებული, კიდევ უფრო თვალნათლივად დავინახოთ რა ხდება შაბათ-კვირას იქ. ნახოთ სიუჟეტი. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩვენთან თითქმის მთელი საქართველოს დღეებია წარმოდგენილი. მაგრამ ჩვენიც არ გვაკმაყოფილებდა და დღევანდელი მოთხოვნილების გამოწვევის თანახმად კიდევ უფრო ჩვენს მიზანს წარმოადგენდა გაცოცხლება, ისტორიის გაცოცხლება. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით სწორედ სამეგრელოს კარმიდამოში, გახლავთ დავით აიების ოჯახი, მე-19 საუკუნე. ოჯახის მასპინძლები და მოწვეული მეზობლები, სტუმრები ამ შემთხვევაში ტრადიციულ ტანსაცმლით არიან გამოწყობილები. ეს არის ის ტრადიციული ჩოხა-ახალუხი, რომელიც ეცვა 19 საუკუნის სამეგრელოში გლეხს და აი ესეთი კაბა უბრალო გლეხის ყოველდღიური ჩასაცმელი. მეც რომ მოგიხმარო შეიძლება? პირიქით მოხარული ვიყო. აი აქ ფარდაგის ქსოვა მიმდინარეობს. დიახ, აი ესეთი გაცოცხლებული ისტორიის ფარგლებში ძალიან ეფექტური და საინტერესოა ტრადიციული ფარდაგის ქსოვის ჩვენება. აქვე გოგონები მეგრულ სიმღერებს მღერიან და თავისებურ განწყობას ქმნის. ახლა ჩვენ ვიმყოფებით საგამართლებლო კუთხეში, სადაც მიმდინარეობს პროექტი ხალხური რეწვის ტრადიციების აღდგენა. ვიზიტორს შეუძლია მაგალითად თვითონ გამოჭედოს მჭედელის ყურადღების ქვეშ ტრადიციული ლურსმანი ელემენტარული საშუალება. შემდეგ ჩვენ გვაქვს კერამიკული კუთხე, სადაც განსაკუთრებით პოპულარობით ბავშვებში სარგებლობს, იმიტომ რომ თიხასთან თამაში უყვართ და ძერწავენ სხვადასხვა სახის ნივთებს, თქვა დოქებს, ფიალებს და ასე შემდეგ. იქვე არის ხეზეკვეთის გაკვეთილები ტარდება, მისაც უფრო ემარჯვება ხეზე ჭრა და კვეთა, ისინი სწავლობენ სხვადასხვა ორნამენტების, ტრადიციული და ხალხური ორნამენტების გამოყვანას და კიდევ ძალიან დიდი პოპულარობით განსაკუთრებით ქალბატონებში, სხვადასხვა ასაკის ქალბატონებში სარგებლობს ქსოვის ტრადიციული ხერხების გაცნობა. ეს პროექტი ორ ეტაპად არის განხორციელებული. ეს არის ესე იგი აპრილში დავიწყეთ და ივნისში მთავრდება და სექტემბრიდან კიდევ განახლდება 2 თვის განმავლობაში იმუშავებს. ნამდვილად როცა იქ იმყოფები, თავი მე-19 საუკუნეში გქონია, ალბათ შუა ცეცხლი არის დანთებული გიზგიზებს, სწავლობ ხელობას, მუსიკალურობას, მუსიკალური ფონის ხანძებს ამ ყველაფერს. ხოც გვაქვს ხოლმე ხანდახან. არ მესმის მაშინ იძულებულები ვიხარ. დღეს ეს რაღაცა ისეთი ლოკალური დიალოგი ხოდა გვითხარი. იცი რა არის, მე გამიჩნდა ესეთი
შეგრძნება რომ მშობლების უმრავლესობას ჩემს გარშემო ყოველთვის აქვს ხოლმე იმის პრობლემა რომ შაბათ-კვირა ძირითადად ბავშვებისთვის არის ძალიან ისეთ მაღალ ბიუჯეტიანად დაგეგმილი, იმიტომ რომ ეს საბავშვო ცენტრები იქნება, სტრაფიკობის ობიექტები იქნება. გიორგი, შენ შემთხვევაში სად დაკავს ხოლმე ბავშვი შაბათ-კვირას? კუსტბაზე შემხვდა გიორგი მაგალითად. მინიმუმ კუსტბაზე. კუსტბა ნუ არ არის ხარჯიანი, მაგრამ ძირითადად არის აი ესეთი მაღალ ბიუჯეტიანი გართობა დაგეგმილი. ბავშვი მე ეჩვევა ამას, მუდმივად არის მოთხოვნილება რომ რაღაცა უყიდო, წაიყვანო რომელიმე ცენტრში, რომელიც ძალიან ძვირია. და სინამდვილეში ეს მის ფანტაზიის განვითარებას, მის ჩამოყალიბებას ნაკლებად უწყობს ხელს და ყოველთვის მე რაც მაკლია და მინდა რომ მქონდეთ შემშლებს, ეს არის რაღაცა ეროვნული თვისებების, შეგრძნებების, რაღაცა თავისი ქვეყნის ისტორიის ცოდნა და ჩამოყალიბება, გამომუშავება. სამისოთ მე სხვათა შორის დაგეგმილიც მაქვს სამომავლოდ, როდესაც გაიზრდებიან ჩემი შვილები, რომ მოვკიდო ხელი და წავიყვანო მოვატარო მთელი საქართველო, ვაჩვენო ყველა კუთხე კუნჭული, რომ იცოდნენ თავიანთი ქვეყნის შესახებ. იმოგზაურებ საქართველოში, შეგვიძლია მე მგონი საშუალება რომ დავიწყო. უფასო ალტერნატივა არის. უფასო ალტერნატივა სწორედ. კი, ნამდვილად შეგიძლია პატარა საქართველო აღმოაჩინა ეთნოგრაფიაში მარაჩვეულებრივ სივრცეში. უფასო რომ არის ეს ძალიან სასიამოვნოა. შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენ შეისწავლოთ. არის საკმაოდ საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილები. მაგრამ აი უფასო რო არის რა, როგორ ის არის? როგორ ხდება? მე დაინტერესებული ადამიანია, ვინც ამოდის. აი როგორ არის მედილას გადავწყვიტე და მოვდივარ თუ წინასწარ რეგისტრაცია. იცით როგორ არის? უნდა წინასწარ რეგისტრაცია გაიარო, თუ არა და მუზეუმში შესასვლელი თანხა არის რაღაც ლარნაცოვარი ბილეთის ფული მუზეუმში შესასვლელი და ეს უნდა გადაიხადოთ და დანარჩენი სწავლა რა თქმა უნდა უფასო. ის ლარნახევრად ნამდვილად ეთნოგრაფიულ ულამაზეს სივრცეში აღმოსაჩენია. თან მართლა შეგიძლია რაღაც კონკრეტულ ხელობას დაეუფლო. მაგალითად, აი რაღაცა ბუქსოვის ორიგინალურ მეთოდს, ორიგინალურია ნამდვილად. ამ თავიდან ეს იყო იუნესკოს პროექტი და ძირითადად გამახვილებული იყო ყურადღება იმაზე, რომ ძველი ქართული წინდები, როგორიც იქსოვებოდა, თანამედროვეობაში ეს უკვე აღარ იქსოვება, ეს იქსოვება უფრო გამარტივებული სახით და ფაქტიურად იყო დაკარგული ეს ხელობა. ნუ გადავწყვეტეთ, რომ მუზეუმის ეგზემპლარებიდან ესენი აგვადგინა და ძირითადად ხო მოიტანეთ ხომ როგორც კი ბატონო, აი თქვათ ეს არის საინგილოდან წინდები. როგორი ლამაზი ფერებია. ალბათ მაყურებელი ხედავს. აი მაყურებელს მინდა ვაჩვენო. ანუ დაინტერესებული ადამიანების მასალებით მომარაგებაც ხდება, ხო? კი, იქ ჩვენთვის რომ გვაქვს მასალა, იარაღებიც, არაფერი არ არის მოსატანი, თავარი აქვს. და ასე დავამზადოთ, შეგვიძლია წავიღოთ? თავისუფალი გარკვეული ნაწილი მიაქვს, გარკვეული რაღაც რჩება და ეს რა არის, რაც თქვენ გიჭირთ? ეს არის ხელსურული წინდა. ეს ყოფილი იქვე იფინება ალბათ და ტურისტები ძალიან დაინტერესებულები არიან ეს რაღაცები. არა, ესენი იქ ნაკლებად არის გამოფენილი, იქ ძირითადად უფრო სამუშაო პროცესია. შესყიდვა ანუ ვერ ხერხდება, იქ ტურისტებს ვიცი რომ უყვართ ეგეთი რაღაცები. არა, შესყიდვა იქ არ ხდება, უბრალოდ იქ არის ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრები ალაგია დასათვალიერებლად. ესეც ერთ-ერთი მოსწავლის მოხსოვილი. თიხის შემთხვევაში პრინციპში შეგიძლია ნებისმიერი რამ გამოძერწო რისი ფანტაზიაც გეყოფა და ნიჭიც, მაგრამ აი ქსოვის შემთხვევაში ერთ დღეში რამდენად შეგიძლია რომ ისწავლო ესე მოქსოვა. კი, აი ქსოვის შემთხვევაში ცუდი ის არის რომ დრო ჭირდება ბევრი და მაშინვე ვერ ხედავ შედეგს, მაგრამ თვითონ პროცესია იმდენად კარგი, ერთგვარი რელაქსაცია თუ გითხრათ. იმდენად კარგი და იმდენად ხალისიანი, ხო თავიდან რა თქმა უნდა, ვინც არ იცის საერთოდ ქსოვა და ქსოვა ერთია, მაგრამ ამას რაღაც განსაკუთრებული ტექნიკა ჭირდება ალბათ. რა თქმა უნდა და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ტექნიკა იყოს აღდგენილი და აი ცრულ წინდები კი არ ქსოვონ, თქვა ან ცრუ ფეხსამოსი კი არ გააკეთო, გააკეთონ ის რა ტრადიციული იყო. კი, ძველი ტექნიკით რა. ხდება გადაცემა მომავალ თაობებზე ამ რაღაც განსაკუთრებული ცოდნის ვარ წელია უკვე ეს და უნდა ითქვას რომ შედეგიც კარგი გვაქვს და მე მგონი დაინტერესებულებიც წელს მაგალითად 150 ადამიანმა პირველი გაკვეთილზე გაიარა რეგისტრაცია და ამშობად კარგი ყველა სპეციალობაზე ვარ. მაინტერესებს აი ამ რეგისტრაციის გარეშე თუ შემიძლია რომ ამოვიდე უბრალოდ შაბათ-კვირა. უბრალოდ სტატისტიკის გულისთვის ვთქვი, როგორ არის ნებისმიერ შეგიძლიათ მობრძანდეთ. იქ სხვათა შორის არის ვიზიტორებისთვისაც
ახლა პრაქტიკულად ვაჩვენებ და ენის პრობლემა ცოტა ნაკლებად გვაქვს მაინც და ხდებიან და მუშაობენ, ყველა გაყოფილი. ანუ უცხოელი სტუმრებიც გყავთ. ნუ ისეთ სილამაზე მე მგონი ენა რვეულს ვისაც კი ბავშვობაში მოუგსოვია, აუცილებლად ექნებოდა ეს უზორების რვეული, ხო? თუ არ ვცდები. კი, ძირითადად საკვლეველა შეიძლება ვთქვათ ეს ძველებური ქართული სიტყვა, რის მიხედვითაც ხდება ამ ორნამენტების ჩაქსოვა, ან ჩაქარგვა და ასე შემდეგ. გარდა ესთეტიური ხარისხი არის ძალიან პრაქტიკული. სალომე, შენ გაქვს ხო სახში მე როგორც ვიცი. რა მაქვს? გარდა ესთეტიური ხარისხი მეთქი არის ძალიან პრაქტიკული სახში გამოყენებისთვის. გაქვს ხო? ეს სადაურია. ეს გახლავს თუშური ფეხსაცმელი, ჩიტები. მე მაქვს სახში. ეს არის ყველაზე თბილი ფეხსაცმელი და ყველაზე კომპაქტური. დადიხარ. სამსახურში რატო არ დადიხარ? დამთავრდა საკმაოდ შრომატევადია და ეს არის რა ქვია საინტერესო სამუშაო. დაუსვევდე. გაეცვით. ცოტა პატარებით ხატია. ანუ ეს არის სხვადასხვა უზორი ქართულად როგორ არის? ორნამენტი ან სახით შეგიძლიათ. აჰა. და რომელსაც მე თვითონ მირჩევ, როდესაც რომელს ვიდა დავეუფლო? თუ არა, ეს ტექნიკა ისწავლება და ნებისმიერ შეგიძლიათ მერე მაგრამ შენ ალბათ შეგიძლია შენიც გამოიგონო. ეგ ალბათ უკვე აღარ არის. თული არ არის. თუმცა რომ ზუსტად აღადგინო ეს ძველი კულტურის წინდები, მე მგონი უნდა გაიმეოროს. ძველად ტრადიციული ოჯახები, როდესაც იყო ნებისმიერ იმაში კუთხეში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში 5 წლიდან დაწყებული, ყველა გოგონო ქსოვდა, ყველა სწავლობდა ამ ხელსაქმეს. ფაქტიურად ჩვევად ჰქონდათ ეს და ახლა პატარძლას უნდა ცოდნოდა რაღაცა. ნუ პატარძლობამდეც უნდა ცოდნოდა და რა თქმა უნდა რიტუალებში გამოიყენებოდა ძალიან ხშირად დაწყებული დაბადებიდან დამთავრებული უკაცრავად სიცოცხლის ბოლომდე. აი ერთი წყვილი წინ და მაგალითად საინგილოში წესი იყო, რომ უნდა გასატანებლად აუცილებლად მოხსოვდით და გქონოდეთ გოგოებო? კი, ოღონდ ეს გამოდიოდა ზუსტად მაგის კომიდა და ეს არის გამოყვანეს თულების მოკლება როა საჭირო რაღაც ფორმა მისცი არ ვიცოდი არაფერი ეს სიგრძე და ხსოვდი და მე ვარყვევდი კაშნე რა ახლა ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ წინდების ქსოვის ისა დანერგვა ასე ვთქვათ თუ შესწავლა ეს არის ნივთი რომელშიც ტექნიკისა ქსოვის ყველანაირ ჩვევას ყველანაირ ტექნიკას იგივე აი თულების აკრეფა კლება მატება სახეების გამოყვანა აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს და შემიძლია რომ გავიხსენო ახლა თქვენთან ერთად კი როგორ არა აბა მოგწადეთ აბა ნუ გაგიწვით არის მე მგონი ჯობეთ თქვენ მოგწადეთ კი იმიტომ რომ X კამი ორივესთვის არ არის და აი აბა პირველი რასაც გეტყვით, როდესაც ორ ფერში მუშაობ, ცოტა ძნელი ეცაფები სხვადასხვა ფერთვალს რომ აკრიფავ, იხვევა ერთმანეთზე, ამიტომ მე გაწევ და რამდენი რამეა გასათვალისწინებელი, რამდენი ჩხირია კი რთულია თან, ჩვენ რაღაც მარტივად ვუყურებთ. სამი თეთრი მინდა ვთქვათ ახლა ესა შავი ერთი თეთრი ასე ახლა ანუ ამ ორნამენტს ქსოვის დროს თქვენ თვითონ ფიქრობთ თუ წინასწარ მათ განსაზღვრულიც არის და ზეპირათაც აკეთებდა ეგ რაღაცა ჩვენ შეფხვევაში რთული იქნება ფერის ხო თქვენ თვითონ მითხარით აბა ვეცდები რომ თვალი ამოვიყვანო მასალა ტრადიციულად არის ნატურალური ხო კი ხო აუცილებლად რთულია 4 ჩხირი გიქსოვიათ 4-ით არასდროს ეს რაც მინდა მე არის აი ერთი წამით ამ ორს დაიჭერთ ეს დაიკავეთ და ჩვეულებრივ ეს დაიკავეთ ნუკა მე არის შეაშ უნდა გამოიყვანო ვარ გეყოფა 4-ით ძაფი რომელი უნდა ავიღო თეთრი ხო ნუ კარ შეგვარცხინო მიდი ნუკა შენთან არის თელი საქართველო მე მახსოვს რა ისე ვიხვევდი ხო ცოტა მოუხერხებელია როდესაც ფერები ერთი თვალი მაინც გამოიყვანე ეხლა რა თუ კაბაკოი ჯობს დააბრო ერთი ცოტა გიკაკალეს ხელები და აქ ამას არ მოვკიდო მე მგონი რომ იმასაც უნდა მოვკიდო მე გოგოებო რა გამოსდენცავს და გამოეძრინე. ერთი წუთით ყველაფერი იქნება კარგად. ეხლა თეთრი ძაფი დავშვი და შავი თვლები მაქვს. აი, რამდენი ხანი. ამიტომ დახოვა არ უნდათ. ამიტომ არ უნდა დახოვია. გააზიანა რაღაც რასაც დაჭირდა ერთი თვე. რა გინდათ ისაუბრეთ, მე მინდა ძალიან. კი, ვისაუბრეთ. მე ვიცი რაზე მინდა ყველა დღე გავამოხო თქვენ აღნიშნეთ რომ უცხოელი სტუმრებიც ხშირად მოდიან.
ხშირად უთქვამ სტუდიაში სტუმრებს, რომ უცხოელი სტუმრები ბევრად უფრო უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან ვიზიტორები, ბევრად უფრო ინტერესდებიან ქართული ხელოვნებით, ასეთ ტრადიციული დარგებით, ვიდრე თავად ქართველები. მართლაც ასეა, უცხოელები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ. ხო, ეგზოტიკაა და ახალია მათთვის ალბათ. ფაქტიურად ახალი თითქმის შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც ამისი ტრადიცია არსებობს და საკმაოდ გარკვეულ კარგ დონეზეც აქვს და ეხლაც კაი ყურადღება ექცევა, მაგრამ როდესაც აი ამ პროცესს ხედავენ, რა თქმა უნდა, ყველას ეხალისება და ყველას უნდა რომ აი ჩაერთოს და რაღაც განსხვავებას დაინახავენ, თქვა ჩვენი ნამუშევრები რითი განსხვავდება ან ტექნიკა მათი და ყოველთვის ისა ინტერესდებიან. მხოლოდ ის არის რომ თავიდან რა თქმა უნდა არის უხერხულობის მომენტი და უჭირთ, მაგრამ რაღაც ერთი 10-15 წუთის მერე აქტიურად არიან ჩართულები უკვე პროცესში. ერთი გაკვეთილი შეზღუდულ დროს მოიცავს თუ რამდენ ხანსაც მინდა? ისა არის 4 საათის განმავლობაში. ეს გაკვეთილი არის 4 საათის განმავლობაში, შაბათ კვირას. ანუ იმდენი დროა რომ მე მგონი 4 საათში საკმაოდ 4 საათი თუ ვერ ისწავლეს, ესე იგი შეიშვა. აღარ უნდა მიყვიდა მე 4 საათში ვერ დაასრულებ, როდესაც ვერ დაასრულებ, მაგრამ მეორე დღე შემიძლია გავაგრძელო? შაბათს რა თქმა უნდა. კი, როგორ არა? არა, იცით როგორ არის? იმდენად რთულია, რომ ერთი მოსვლით ყველაფერს ხომ ვერ ისწავლე. დაიწყება, ეხლა მაგალითად ჩვენთან არიან მსურველები ისეთი პირველ წელს რომ მოვიდნენ და აგრძელებენ ეხლა ციარულს და სხვადასხვა რაღაცას სწავლობენ. რა სიტუაცია ნუკას? რა საკეთებს აი? სახი აქ ძალიან სერიოზული. სასიამოვნოა. წინდა იცი რა, ალბათ უფრო როდესაც გეწაფება ხელი, მე უფრო სასიამოვნოა, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ვწვალ, მაგრამ მაინტერესებს კამერების წინთა ცოტა ხანი კამერები. რაღაცა. თან გამოსდის ეს ადამიანი ნიჭიერი რა. იცი რა, კი. უყვარს და გამოსდის თან. კი, ნამდვილად. მოვდივარ შაბათ-კვირას თქვენ. განსაკუთრებით საინტერესოები არის პატარა ბავშვები. დაძაბულების ხედან და ძალიან უნდა თუ ეს აუცილებლად ზედმიწევნით კარგად გააკეთონ და ის და ესა როგორ თქვა როგორც გაკვეთილზე იყო ესეთ სიტუაცია პირველი ნაბიჯები სკოლის და მეორე დღეს რომ მოვლენ აბსოლუტურად შეცვლილი თამამებულები უკვე შეთამაშება რომ 5 წლის ბავშვმა ისწავლოს რაღაც გარკვეულ დონეზე როგორ არა კიდე თუ შეიძლება ის რაღაც მოგაწვით იყავით რა მოგაწვით აი მაგალითად ეს პაჭიჭები დაუსვა აი ეს ორი მომეც პაჭიჭები ყველაფერს თავისი აი პაჭიჭები გამაშები ეგრეთწოდებული ის მეორეც მინდოდა თუ შეიძლება აი ეს არის ხელსურულები ერთზე არის ჩაქარგული ჩაქარგული და ეს არის მოქსოვლი ამას ქვია ნახვევიანი ნაქსოვი ჩაქარგულსა და მოქსოვლში რა განსხვავება ამათ შორის უბრალოდ ეს ხდება ეს ქსოვის პროცესი ხდება ეს მერე არის დაქარგული მაგრამ ილამაზებდნენ ამით განწყობასაც ცხოვრებასაც რა თქმა უნდა 60-ს გარდა ამისა ხელსურული თათებით ყავა მოკერებული ჩვენ დრო გვაქვს წინ უბრალოდ ეს ბლოკი ისრულდება შენ არ დამშვიდობ მაყურებელს ანუ ამ ბლოკში თქვენ ძალიან მოგოს გიხდით როგორ სტუმრετε და მოგებინეთ ძალიან საინტერესო რაღაცები შაბათ-კვირამაზია და ძალიან კარგი სად უნდა მივაგროთ ვიცით ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეგვიძლია მივბრძანდეთ შაბათ-კვირას სადაც ჩვენ თვითონვე შეგვიძლია დავამბზადოთ ტრადიციული მეთოდებით აი ესეთი მშვენიერი პაჭიჭები ხო პაჭიჭები რეკლამის დრო არის ჩვენს ეთერში დიდი მადლობა მინდა გადავუხადოს სტუმარს რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით დაგველოდეთ მადლობა რასად როდის სკოლებში. ინტელექტის დღე 2014 წელს უკვე მესამედ იმართება. პროექტში გასულ წელს მონაწილეობა 1500-მდე სკოლამ მიიღო. გაიზარდა თუ არა მოთამაშეების რაოდენობა და რა პერსპექტივები ელოდებათ გამარჯვებულ ინტელექტუალებს. ამ და სხვა კითხვებზე ორგანიზატორები გვიპასუხებენ.